თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი დიპლომატის და ელჩის გიგი გიგიაძის პროცესი მიმდინარეობს, მას გამოძიება 174 მუხსედავება, რაც გზის ხელოვნურად გადაკეტვას გულისხმობს. მანამდე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა ანტონ ჩეჩინი, რომელიც რუსეთის მოქალაქეა და პროევროპულ აქციებში მონაწილეობდა. ჩეჩინი რუსეთიდან დევნილია და მან რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგში სასამართლო დავაც მოიგო. მარიამ ელიბაშვილი გვეტყვის, რა ხდება ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში. გისმენ მარიამ. კეთი თავდაპირველად გეტყვით იმას, რომ ამ წუთისთვის შესვენებაა გამოცხადებული ყოფილი დიპლომატის და ელჩის სასამართლო პროცესზე, სადაც მისი მხრიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 მუხს იხილავს. უბრალოდ სასამართლო სანქცირებული მოსამართე ნინო ენუქიძე განიხილავს დღევანდელ სასამართლო პროცესს, სადაც ყოფილ დიპლომატს ედავებიან გზის ხელოვნურად გადაკეტვას. კონკრეტულად კი კონკრეტული ეპიზოდი უკავშირდება 17 დეკემბერს ილიაუნის და პროფესორ მასწავლებლების მარშს, რითაც ისინი ჭავჭავაძის გამზირზე მიემართებოდნენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. რაც შეეხება უფლებადამცველი გიორგი კონდახაშვილის სასამართლო პროცესი, რამდენიმე საათის წინ დასრულდა და ის მოსამართლე ასევე სანქცირებულ მოსამართლეს ვიაცეკავამ გადადო 21 თებერვლისის. ამ შემთხვევაშიც 17 დეკემბრის ეპიზოდს ედავება უფლებადამცველს გამოძიება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი მტკიცებულებად ჩვენს ეთერში გასული მისი ინტერვიუ მოიტანა, რითაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს და ცდილობს დაადასტუროს, რომ გიორგი კონდახაშვილი არის ადმინისტრაციული სამართალდამცავი. ბუნებრივია ჩვენ ვესაუბრებთ და ვკითხეთ პოზიცია თავად უფლებადამცველს და ასევე გიგი გიგიაძეს ადვოკატსაც. ისინი ამ ყველაფერს რეპრესიულ მანქანას უწოდებენ, რომელიც არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ აამუშავა. გიგი გიგიაძეს ედავებიან, რომ თითქოს მან 2024 წლის 17 დეკემბერს გადაკეტა გზის სავალი ნაწილი ჭავჭავაძის გამზირზე. ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. მტკიცებულებები, რაღაც ვიდეოები ტელევიზიიდან ამოღებული შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს წარმოდგენილი, მაგრამ ეს ვიდეოები სავსებით არ ადასტურებს, სრულებით არ ადასტურებს იმას, რომ ჩადენილი იყო სამართალდარღვევა გიგი გიგიაძის მხრიდან. განმეცხადეს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 175 მუხლით მედავებიან გზის ხელოვნურად გადაკეტვას, რაც არის აბსურდი. დღეს ჩვენ ცხოვრობთ რეალობაში, სადაც ეგრეთ წოდებული ძველი ბიჭები, ტიტუშკები, მოძალადეები არიან დაუსჯელი, არც ერთი სისხლის სამართლის დანაშაული ძალადობის ფაქტი არ გამოვლენა და არავინ არ დასჯილა. მაშინ, როდესაც მეორე მხრივ სტუდენტები, პროფესორ მასწავლებლები, ამ ასე ვთქვათ ხელოვანი ადამიანები ყოველდღიურად არიან სასამართლოში, მათ აჯარიმებენ, მათ აპატიმრებენ. ეს კეთდება ერთ-ერთი მიზნით, რომ აუგრძალონ საქართველოს მოქალაქეებს კონსტიტუციით გარანტირებული პროტესტში მონაწილეობის უფლება, რომ დანერგონ შიში, მაგრამ ეს არის ამოუცდელობა. რაც შეეხება ანტონ ჩეჩენის სასამართლო პროცესს, მას გამოძიება 260 მუხს ედავება, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა შენახვას გულისხმობს. ამ შემთხვევაში მისი წინა სასამართლოს ხდომა გაიმართა, სადაც განიხილებოდა მისი პატიმრობაში დარჩენის გადასინჯვის პროცესი და ასევე დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა მისი პატიმრობის აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის შეცვლა გირაოს სანაცვლოდ 4,000 ლარის შესთავაზა დაცვის მხარემ და ასევე მან მოსამართლე დავით გელიაშვილს მიმართა შუამდგომლობით, რომ არ ეცნო კონკრეტულად ბრალდების მხარეს მტკიცებულებები, თუმცა ამ ორივე შემთხვევაში არ დაკმაყოფილდა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ანტონ ჩეჩენი დატოვა პატიმრობაში. მე შევახსენებ და ვეტყვი მაყურებელს, რომ ანტონ ჩეჩენი არის რუსეთის მოქალაქე, რომელიც ანტიპუტინისტურ აქციებში იღებდა რუსეთში მონაწილეობას. არაერთხელ არის ის რუსეთშიც დაკავებული და მას სტრასბურგში მოგებული აქვს რუსეთის წინააღმდეგ საქმე. სწორედ ამის შემდეგ ის საქართველოში გადმოვიდა საცხოვრებლად და ყველა პროევროპულ აქციაზე და მათ შორის რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზეც მონაწილეობდა იგი და თავად ოჯახიც და თავად ბრალდებულიც ამ ყველაფერს მის დაკავებას და მის მიმართ სისხლის სამართლებრივ დევნას უკავშირებს ბუნებრივია მის პოლიტიკურ პოზიციებს და იმას, რომ ის არის ანტიპუტინისტური ორგანიზაციის წევრი.